მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. 200-ზე მეტი ქართული ოცნების წარმომადგენელი დაასანქცირა დასავლურმა სამყარომ. მათგან 98-ის ვინაობა ცნობილია, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზოს შეზღუდვებია დაწესებული. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვეყნებს. ინფორმაციის მიხედვით დასანქცირებულთა შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, 32 ოცნების მაღალჩინოსანი, 33 მოსამართლე, 12 პროკურორი, 10 პოლიციელი. მათ შორის არიან უვადოდ დანიშნული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, რომლებიც ბრიტანეთმა 2 აპრილს დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესდა. ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია პირველს დაუდასტურა, რომ შეეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის ნომერ მე-15 კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 168,600 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება შენობის წინა ფასადის აივნების, მოაჯირების, კარ-ფანჯრის დემონტაჟი და ახლის შეცვლა. წინადადებების მიღება 3-16 აპრილს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე ნახევარია. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2022 წელს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში 250,000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. 340-მა მოსამართლემ 150,000-მდე საქმე დაასრულა. ხოლო თითქმის ნახევრის, ზუსტად კი 101,551 საჩივრის სრულად განხილვა 2022 წელს ვერ მოესწრო და მომავალი წლის საქმეებს დაემატა. კვლევის შედეგებს დემოკრატიის ინდექსი ავრცელებს. კვლევის მიხედვით ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ერთი მოსამართლე მომდევნო წლის დასაწყის 300-მდე საჩივრით ხვდება. რატომ ჭიანურდება სასამართლო პროცესები? გვესაუბრება კვლევის ერთ-ერთი ავტორი ეკატერინე ციმაკურიძე. სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბს რაც ეხება, ჩვენ დავინახეთ კვლევით, რომ გაჭიანურებული არის ყველა კატეგორიის დავა, სამოქალაქო იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლი და გაჭიანურებას აქვს ადგილი ყველა ინსტანციაში, პირველი ინსტანცია, სააპელაციო ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს დონეზე, რეგიონებშიც და თბილისშიც. გაჭიანურებას სხვადასხვა ხარისხი აქვს სხვადასხვა სასამართლოებში, თუმცა პრობლემა ყველა სასამართლოში დგას. აი მაგალითად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს როდესაც მიმართავს ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საუკეთესო შემთხვევაში მისი საქმე გაჭიანურდება 6 თვის ან მეტის განმავლობაში, 6 თვიდან 3 წლამდე არის საშუალო განხილვის ხანგრძლივობა პირველი ინსტანციის, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება 3 წელზე მეტიც კი გაგრძელდეს ამ საქმის განხილვა და შემდეგ თუ კი გასაჩივრდა საქმე, სააპელაციო სასამართლოს ვადები ემატება ამას და შემდეგ უზენაეს სასამართლოს ვადები, რაც საერთო ჯამში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საქმის განხილვა გულისხმობს. რაც შეიძლება არ გაჭიანურდეს, რასაც შეიძლება ვთქვათ, რომ არ ჭიანურდება, ეს არის სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც ბრალდებულებს შეფარდებული აქვთ პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით, რაც კანონით გულისხმობს, რომ მაქსიმალური თვის ვადაში უნდა მოხდეს მათი საქმის განხილვა, თუმცა
მთელ რიგ საქმეებზე 9 თვიანი ვადა მათი ამ საქმეების შინაარსის მოცულობის გათვალისწინებით შეიძლება არ იყოს გონივრული მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშვებს 9 თვის განმავლობაში ესეთი საქმეების განხილვის შესაძლებლობას, გონივრულობის პრინციპი შეიძლება მაინც აქ დარღვეული იყოს. ისიც შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ კანონი ითვალისწინებს საქმის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვას 2 თვის ვადაში, ან მაქსიმუმ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5 თვის ვადაში, რაც პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში დარღვეულია. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს Stock TV-ით და Facebook გვერდს Stock TV-ით. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.